მოგესალმებით ჩვენო ძვირფას სტუმრებო და ტელემაყურებლებო, დღევანდელ საღამოს წარუძღვებით ჩვენ, მე მსახიობი და ტელეწამყვანი ნატა გულიაშვილი, ასევე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჟანა ასანიძე და ერთადერთი და განუმეორებელი ჩვენი შონზო, ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი. რა ხდება აქ? ეხლა აუხსნათ უცებ ჩვენს მაყურებელსაც და დამსწრე საზოგადოებასაც. რა თქმა უნდა აუხსნათ ყველაფერი. ესე იგი ჩვენ გვაქვს კონკურსის ცეკვავენ ბავშვების რიგით მეორე ტური, ეს არის ჰიპ-ჰოპის ტური. და რა თქმა უნდა, როგორც პირველ ტურში ტელემაყურებელმა უკვე იხილა და დამსწრე საზოგადოებამ, პირველი ტური ქონდა ქართული ცეკვის ტური, მოხდა იქ პერიპეტიები, რომ ყველა ბავშვი დარჩა პროექტში ჟიურის გადაწყვეტილებით. მადლობა ჟიურის, ალბათ ყველაზე მეტი მადლობა. ჟიურიმ გამოიყენა ვეტოს უფლება და გადაარჩინა ჩვენი კონკურსანტი, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ორი კონკურსანტი დაგვტოვებს. მაშასე, მივყვეთ საქმეს. ესე იგი, დღეს თქვენ გელოძებათ წინ ბავშვების მიერ 2 კვირის განმავლობაში მომზადებული ნაშრომი, ანუ ცეკვები მათ ჰიპ-ჰოპის ქორეოგრაფებიც რა თქმა უნდა ეხმარებოდნენ, ერთად ამზადებდნენ ამ ცეკვებს და სწავლობდნენ მათთვის სრულიად ახალ ცეკვის მოძრაობებს და სრულიად ახალ ცეკვას. ნუ ეხლა ზოგიერთებს გამომართლათ, მაგალითად. როგორც ჩვენ ზომ გითხრათ, დღეს უკვე ჩვენი შეჯიბრის მეორე ტურია. ალბათ უკვე ყველაფერში გაერკვიეთ, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა ჩვენი ბავშვებისთვის პირველი ლაივ კონცერტის დროს ქართული ცეკვები. ჩვენს მონაწილეებს შეგახსენებთ, რომ უწევთ მათთვის უცხო ცეკვების ათვისება. საკმაოდ კრიტიკულად მცირე დროში და ეს საკმაოდ არა მხოლოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არამედ ძალიან დიდ ნებისყოფასაც, სტრესსაც მათ შორის. გაითვალისწინეთ, რომ ისინი არიან ძალიან პატარები და უკვე იბრძვიან იმ ტიტულისთვის, რომელსაც საუკეთესო მოცეკვავე ქვია. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ დღევანდელი ჩვენი ტური ტარდება თბილისის მოლის ატრიუმში, რომელიც არის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კავკასიაში. აქ არის თავმოყრილი 250-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი. და ესენი გახლავთ რესტორნები, კინოთეატრი, კონტაქტური ზოოპარკი, ციფრული მუზეუმი, ჰიპერმარკეტი და ტანსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო ბრენდები არის თქვენთვის წარმოდგენილი და მე ვთვლი, რომ ფანტასტიკური გარემო არის და მე ვისურვებდი, რომ ყველა ტური აქ ჩაგვეტარებინა. ხო, ჟანა? მეც იგივეს სურვილს გამოვთქვამდი. ფანტასტიკური დიდი სცენა გვაქვს. ორდინალური გარემოა, მაგრამ ძალიან მოგვეწონა. და რა თქმა უნდა თბილისის მოლს დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ მას პინძლობისთვის და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ტური გახლავთ ჰიპ-ჰოპის ტური. დღეს ესე იგი ჩვენს ჟიურის მოუწევს შეფასება ჩვენი კონკურსანტების ჰიპ-ჰოპის ტურში და არა მარტო ჩვენს ჟიურის, აქ გადამწყვეტი ჩვენი ესე იგი ტელემაყურებლები და ჩვენი სტუმრები არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად უნდა დაურეკოთ თქვენს რჩეულს თავით პირად ნომერზე, ასე რომ ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენო სტუმრებო. ჩემო ძვირფასო ნატა, მარტო ჰიპ-ჰოპი არის წარმოდგენილი საკონკურსო თუ სხვა ამ მასთან ახლოს ცეკვის სახეობები? როგორ რიცი შე? სტრიტ დანსი და ფრისტაილი. ეს ყველაფერი ჰიპ-ჰოპად იქნება. ხო და ამიტომ ფრისტაილი თუ არის საკონკურსოდ, მოდი ჩვენ ცოტა ფრი როჟები ვიყოთ. ჩვენც ფრიები ვიყოთ თავისუფლად ესე იგი. და ასე იქნება დღევანდელ საღამოსაც ეს ჰიპ-ჰოპი თავისუფალი, ასე ვთქვათ, ქუჩის ცეკვაა და შესაბამისად წამყვანები ცოტა თავისუფლები ვიქნებით. არ დაგვძრახოთ სხვა დროს. ადვილიც არის და რთულიც, ხო? ხო, თან ადვილია, თან რთულია, იმიტომ არის ადვილი, რომ მეტი შესაძლებლობები აქვს გამოავლინონ თავიანთი თავი ჩვენმა კონკურსანტებმა, იქ რაღაცა ისეთი ილეთები გააკეთონ, რომელიც არ არის ცეკვაში, მაგრამ წარმოგვიდგინონ თავიანთი თავი. ბავშვები გელავენ, მოდით დიდხანს არ დავაყონოთ, დავიწყოთ მალე კონკურსი, მაგრამ სანამ კონკურსს დავიწყებდეთ, კიდევ ბევრი წინა სიტყვაობა გვაქვს სათქმელი. კონკრეტულად მაგალითად სპონსორებზე, რომლებიც დაგვეხმარნენ იმისათვის, რომ ეს ტური და საერთოდ მთლიანად ეს პროექტი შემდგარიყო, მე მათ ჩამოგითვლით, მე რგოწილად ეს ასე ვთქვათ, პატივისცემა, ატივი უბრალოდ და ვაცხადებ
ესე რიგრიგობით სპონსორებს. სამშენებლო კომპანია GG დეველოპერი, გამწვანებისა და კეთილმოწყობის კომპანია ШПС ნიკა 2017, სარეკლამო კომპანია გოგრა, ევროპული განათლების აკადემია BDC, მე რაც იქნება BDC-სთან დაკავშირებით ხალხი ოთახი მაგას ცალკე იტყვიან გოგონები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დეკორისა და გაფორმების კომპანია Rainbow, რომელმაც იზრუნა ასევე ჩვენი აქაურობის ღევანდელი გალამაზებისთვის და ესე ლამაზად გამოიყურება დღეს ჩვენი დარბაზი და დიდი მადლობა მათ. კომპანია Enoia, სილამაზის სალონი Madame Lenormand, კომპანია მეზრე, სასტუმრო Vedisi, რესტორანი ალაზანი, გასართობი ცენტრი ბუმბუმი, კინოთეატრი კავია, რომელიც დღევანდელ SMS-ების ლიდერს, უпростоრედ ზარების ლიდერს გადასცემს ბილეთებს, რომ მისთვის სასურველ კინოსეანსზე დასასწრებ ბილეთებს, ასევე კონტაქტური ზოოპარკი ზოოტოპია, რომელიც ასევე ბილეთებით დააჯილდოვებს ეს ზარების ლიდერს, პლანეტარიუმი, რომელიც განთავსებულია თბილისი მოლში მესამე სართულზე და ასევე პლანეტარიუმის ბილეთებითაც დაჯილდოვდება ზარების ლიდერი. თბილისი მოლი, ტერიტორია, დიდი მადლობა მას ამ ტერიტორიის დათმობისათვის, ასევე ჩვენს ჩაცმულობაზე მზრუნავი ადამიანები. უпростоრედ გოგონები, სწორედ მე კი ვიცი, გოლიათი მყავს. მაღაზია საქსელი. მაღაზია გოლიათი. ჩემი გადამრჩენი. ჩვენს შონზოს. გოლიათი 1, გოლიათი 2, გოლიათი 3 და ეხლა რაც შეეხება გოგონებს, ნანა სტეფლიანი. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა სტეფლიანს. მადლობა მას და ჩოხაჯი. ასევე რაღაცა დეტალებს ხო სილამაზის სალონში გოგონები იძენენ ყოველი შოუსთვის და მეც ერთმა სილამაზის სალონმა სახელწოდებით Glamour Access იზრუნა ჩემს წვერის ვარცხნილობაზე და მადლობას ვუხდი მას ასეთი ბენლილი წვერი რო გამიკეთა. რაც შეეხება მხარდამჭერებს, მხარდამჭერები ყავს ტელეკომპანია TV12 და TVM და მე მგონი ყველა ადამიანი მოიხსენიე მადლიერების სიტყვას. და ასევე ფორმულა კრეატივი და ტელეკომპანია აჭარა. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს, მათ გარეშე არც ერთი ღონისძიება არ შეიძლება გაკეთდეს სრულფასოვნად, მაგრამ ჩვენი ღონისძიება შეუძლებელია ჟიურის გარეშე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ალბათ ამ ღონისძიებაში. მინდა წარვადგინო დიდი პატივისცემით მურმან გაბისონია, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, კულტურისა და ხელოვნების კავშირის ართოლის და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. თხოვთ ბატონ მურმანს დაიკავოს ადგილი. მივესალმოთ ბატონ მურმანს. ზაზა მეზურიშვილი, კომპანია მეზურეს დამფუძნებელი და დირექტორი. მივესალმებით ბატონ ზაზას. დიდი მადლობა ბატონო ზაზა მობრძანებისთვის. ლუკა კაპანაძე, ჰიპ-ჰოპის სტუდია Galaxy-ის ქორეოგრაფი და მსახიობი, რომელიც არა მხოლოდ ჟიურია, არამედ ჩვენი ერთ-ერთი მარჯვენა ხელიც, როგორც მივხვდი. და ჩვენი შემდეგი ჟიურის წევრი კი გახლავთ ბატონი დავით კულუმბეგაშვილი, სტუდია ვეგას დამაარსებელი, ამიერკავკასიის 14 გზის ჩემპიონი, ღია მსოფლიოსა და ევროპის შეჯიბრებების ფინალისტი, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მსაჯი ბატონ დავით. მივესალმოთ მხურვალე აპლოდისმენტებით. და ჩვენი შემდეგი ჟიური კი გახლავთ სპეციალური მოწვევით სტუმრად კალიფორნიიდან, ესე იგი მუსიკოსი, მსახიობი და ქორეოგრაფი ბატონი ბრენდი, მისტერ ბრენდ, ჰელო. რა თქმა უნდა მივესალმოთ ბრენდსაც აპლოდისმენტებით. შემდეგი ჟიურის წევრი გახლავთ საქართველოს ჩემპიონი, ღია საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი, საქართველოს ეროვნული სპორტული ცეკვის აკადემიის პრეზიდენტი, სტუდია მეგას ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი, ქალბატონი გვანცა ცოტაძე. მივესალმოთ გვანცას. და ჩვენი ჟიურის რიგით მე-7 წევრი გახლავთ ევროპული აკადემია BDC-ის დამფუძნებელი
და დირექტორი საქართველოს დამფუძნებელი დირექტორი უпростоრეთ საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორი ალბათონი ნათია შატირიშვილი. მივესალმებით ნათიას. ახლა კი სანამ დავიწყებდეთ ჩვენს შეჯიბრს, სანამ კიდევ ერთხელ ვიხილავდეთ ბავშვებს უკვე თავისუფალი სტილის ეზოს ცეკვის სტილში street dance. მე მინდა შევახსენო ყველა კონკურსანტს, ტელემაყურებელსაც და აკადემიურ საზოგადოებასაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც კი ბოლო მონაწილე წარსდგება ჩვენს წინაშე დღევანდელ საღამოს, მისი ცეკვის დამთავრების თანავე წყდება ზარების მიღება დღევანდელი დღისათვის. ასე რომ ყველას მოგიწოდებთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს უკანასკნელი ალბათ დაახლოებით 2 საათი დაუთმოთ იმას, რომ აქტიურად დაურეკოთ თქვენს ფავორიტს და რითიც შეძლოთ მისი კონკურსში დატოვება, ასე ვთქვათ, გადარჩენა რა. იმიტომ რომ წესი დღეს გამომდინარე წინა ტურიდან ცოტა უფრო გამძაფრებული იქნება, ცოტა უფრო მძიმე სათქმელი სიტყვები უნდა ვთქვა, რომ დღევანდელ პროექტში გამოვლენილი 3 აუტსაიდერიდან ერთს გადაარჩენს, რა თქმა უნდა, როგორც კონკურსის წესია ჟიური, დანარჩენი 2 აუტსაიდერი კი ჩვენი 2 აუტსაიდერი. სამწუხაროდ 2 აუტსაიდერი ყოველგვარი ასე ვთქვათ, ზარების ერთმანეთთან შეფასების და შედარების გარეშე ორივე დასტოვებს დღევანდელ დღეს პროექტს. ასე რომ ამიტომ მაპატიეშონზო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გითხრათ თქვენს ფავორიტებს განსაკუთრებით უნდა გულშემატკივროთ, მოიმარჯვეთ ტელეფონები, მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებმა და დაიწყეთ ზარების განხორციელება. შეგახსენებთ რომ ერთი ზარიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთმა ზარმა შეიძლება გადაწყვიტოს კონკურსანტის ბედი. თქვენ ჟიურის ძვირფასო წევრებო, განსაკუთრებული მისია გაკისრიათ მაყურებელთან ერთად. მინდა გთხოვოთ რომ დაუკვირდეთ თითოეულ მონაწილეს, გაითვალისწინოთ ისიც რომ ისინი ძალიან პატარები არიან, რეკორდულად მცირე დროში მოამზადეს ცეკვები, ძალიან ნერვიულობენ, ძალიან ღელავენ. ამიტომ გაითვალისწინეთ მთელი ეს მღელვარება, მათი მონდომება, სურვილი. გთხოვთ რომ ღირსეული გადაარჩინოთ, თქვენ წინ გიდევთ ბავშვების მონაცემები თანმიმდევრობის მიხედვით, გთხოვთ ყველას მიანიჭოთ ქულა 5-დან 10 ქულამდე. თუმცა მეგობრებო, გვაქვს საკმაოდ კარგი ამბებიც. შოუს ბოლოს ასევე გამოვლინდება ამ 2 კვირის ზარების ლიდერიც, რომელსაც ჩვენი სპონსორები გადასცემენ სპეციალურ პრიზებს და ვაუჩერებს და ეს ტენდენცია გაგრძელდება კონკურსის დასრულებამდე. ასევე დღეს დაჯილდოვდება წინა ქართული ტურის ზარების ლიდერიც. შესაძლოა თქვენ არც კი იცით რომ ტურების შორის ბავშვებს ჩვენი სპონსორები, ესე იგი ანებივრებენ და წინა კვირას ჩვენი ბავშვები, ჩვენი კონკურსანტები იმყოფებოდნენ ბუმბუმში, ბავშვთა ცენტრ ბუმბუმში, რომელიც მდებარეობს მოლის მეხუთე სართულზე. ჩვენც ვიმყოფებოდით მე და შონზო და ვთვლი რომ ფანტასტიკური დრო გავატარეთ, ესე იგი თბილისი მოლის მეხუთე სართულზე. კარგი, მე მგონი ყველაფერი ვთქვი, თუ დაგვრჩა კიდევ მონაწილეებთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია ხო არ გამოგჩენია? სრული მზადყოფნა თუ არის, მაშინ ის დროა რომ ასევე ესე იგი ბუმბუმა იზრუნა ჩვენი ბავშვების გართობაზე და ტურში, ასევე კინოთეატრ კავეა, სადაც ჩვენ მონაწილეებმა უყურეს ჯაშუშ მტრედს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებები და ემოციებით დაიმუხტნენ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა კინოთეატრ კავეას და ბუმბუმს მინდა გადაუხადო. და ახლა კი დროა ჩვენ გადავინაცვლოთ სპონსორის ოთახში. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და სტუმრებს, ვინც ამ ღონისძიებას ესწრება, თქვენ ალბათ ხედავთ ბანერს ჩემს უკან. მე გიერთდებით ჩვენი სპონსორის ოთახიდან, სადაც ბავშვები და გულშემატკივრები ელოდებიან თავის რიგს. ჩვენი პროექტის მხარდამჭერი არის ევროპული განათლების აკადემია BDC, თქვენი ევროპული არჩევანი.
მინდა გითხრათ, რომ აქ სწავლა საკმაოდ საპატიოა და მოგიწოდებთ, ვის დაინტერესდებით აღნიშნული პროგრამებით. აკადემიის მიმართულება თანამედროვეობაში მოთხოვნად პროფესიებში მომზადება, გადამზადების, კვალიფიკაციის და სასერტიფიკატო პროგრამების მიწოდება ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. ასევე ევროპული განათლების აკადემია BDC პროექტის გამარჯვებულებს გადასცემს სხვადასხვა სახის საჩუქრებს და ინგლისური ენის და სპეციალურ საბავშვო კომპიუტერულ პროგრამების კურსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ 21 საუკუნეში უფასოდ რაიმე ფორმის, რაიმე კურსის გავლა განათლებას რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია და აღმაფრთოვანებს ნამდვილად. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მონაწილეები. ალბათ რთული მისია აქვთ პირველ მონაწილეებს, იმიტომ რომ უნდა გაახსნან, ასე ვთქვათ, ჩვენი ღონისძიება. ილია კაპო და გაბრიელ სოზაშვილი. 8 წლის პატარა ბიჭუნა, გაბრიელ სოზაშვილის პირადი ნომერია 0903 000002 და 12 წლის ილია კაპანაძე, იგივე ილია კაპო 0903 000001 და სანამ გამოუშვებს სცენაზე და შეასრულებენ, მინდა ვკითხო ორივე მათგანს, ხომ არ გაგიჭირდათ შემთხვევით ჰიპ-ჰოპის შესრულება? არა, ძალიან ადვილად ვისწავლეთ. აი ესე ორ კვირაში? ერთ კვირაში ვისწავლეთ. ერთ კვირაში ისწავლეთ. ღმერთო ჩემ, მე კიდე მეგონა რომ ორ კვირაში ცოტა უფრო მეტი დრო ექნებოდა. შენ, გაბრიელ? გაგიჭირდა? არა. ახლა მოდი, რახან ბავშვები ამბობენ რომ არ გაუჭირდათ, სიტყვაზე ნდობა ცოტა რთულია. გთხოვთ სცენაზე. დაგვიმტკიცეთ რომ არ გაგიჭირდათ. აშასე მივესალმოთ ჩვენს დღევანდელი ჰიპ-ჰოპის ტურის გამხსნელებს. ეს პატარები დღეს გახსნიან ჰიპ-ჰოპის ტურს ცეკვით, რომლის მომზადებაში მათ მთელი კვირის მანძილზე ეხმარებოდა სტუდია Fin Galaxy. ქორეოგრაფი ლუკა კაპანაძე და მარიამ ჩხიკვა. მე კი მოგიწოდებთ რომ გავამხნევოთ ჩვენი მონაწილეები და უგულშემატკივროთ მათ აშით, შეძახილებით და ყველაზე მთავარი რაც არის ზარებით. Chaka Khan. This is my recital. I think it's very vital to rock around. That's right. On time. It's tricky. It's the type. Here we go. It's tricky to rock around. To rock around. That's right. On time. It's tricky. It's tricky. Stop. Break it down. Soulja Boy, tell Soulja Boy, I'm in it. Why me crank it? Why me roll? Why me crank that Soulja Boy? That Superman? That why me? How to duck? Teach me how to duck. Teach me how to duck. Teach me how to duck. You're a jerk. You're a jerk. Now walk it out. Walk it out. Now walk it out. Walk it out. Now walk it out. Twerk it, 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 twerk it. It's Azunto. Now watch me do my Whip, kill it. Now watch me nay nay. Okay. Now watch me whip. Watch me nay nay. Why me do it? like damn. Hold up. Woo. Damn. Woo. Hold up. Damn. Hot. Woo. Damn. Pause. Hold up. Back. Hold up. Gang. Hold up. Back. Hold up. Swat. Damn. Hold up. Back. Turn up to the max. Hold up. Woo. ბავშვებო, არ წახვიდეთ, სცენაზე დარჩით, თუ შეიძლება, ეხლავე შემოგიერთდებით მეც და მოდით სიტყვა მივცეთ ჟიურის რიგრიგობით, გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. დასაწყისი ყოველთვის ძნელია და არ იყოთ ძალიან ესეთი მომთხოვნები, დასაწყისია მაინც. აბა გისმენთ. ნუ რასაკვირველი მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამ ლამაზ საღამოზე. რასაკვირველია ბავშვებმა გაართვეს თავი, აღფრთოვანებული ვარ მართლა მაგათ შესრულებით, არ ველოდი რომ ასე ლამაზ და კარგად შეასრულებდნენ ამ კომპოზიციას და ორივე ბიჭებს ყოჩახ. გაბრიელ და ილია ორივეს ყოჩახ ჟიურის წევრებისგან. აბა
გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, ტელემაყურებლებს, მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, ორგანიზატორებს და მინდა მოგილოცოთ, რომ პირველი ცეკვა შედგა და მინდა ვთქვა, რომ ის იყო შესანიშნავი. წინ და წინ, მხოლოდ წინ ბიჭებო და გოგონებო, ასე რომ არაფრის არ მოგერიდოთ. ფეხი არ გაგიცურდეთ, რაც მთავარია. ფრთხილად იყავით. What's up? How you doing? I want to say thank you very much. You guys are really cool. I like do you understand? The two guys in front, really cool. The group is good. A couple times one or two dancers were it, but on the whole, it was very nice. Thank you very much. Thank you. Naba, კიდევ ხომ არ გაგწურული? ჩემო როგორი საყვარლები ხართ, აი სასწაული ბავშვები ხართ. ფაქტია რომ ნამუშევარი გაქვთ ფანტასტიურად, ძალიან მიყვარხარ და ველოდებით უკეთეს, რა თქმა უნდა, თუმცა ესეც პირველ ჯერზე ძალიან კარგი იყო. ოჩახ. მიკროფონი მე მგონი ყალატობს და გადააწოდეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პროდიუსერებს ესეთი კარგი პროექტისთვის. ბავშვებო, გილოცავთ, ეს იყო ნამდვილად კარგი გამოსვლა, გისურვებთ წარმატებებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებო, მზარები არ დაიშუროთ მათთვის და გარშემო მყოფებთან მექნება ესეთი თხოვნა. თქვენი ოვაციები სად არის? ცოტა მეტი ოვაციები თუ შეიძლება, დამერწმუნეთ პირველი იყო, ეს არის საკმაოდ რთული. გილოცავთ ბავშვებო და გისურვებთ წარმატებებს. მოგესალმებით. პირველ რიგში მოხარული ვარ პროექტში ყოფნით და ამ ამპლუაში ყოფნით. ჩემი ბავშვები არიან პირველ რიგში მინდა ესაღვნიშნო, საკმაოდ მარტივი იყო მათთან მუშაობა. ძალიან თავისუფალი ბავშვები არიან, ემოციაში ეთყობათ და ბრავო, პირველი ნომერი იყო ძალიან რთულია. საკმაოდ რთულია პირველი შესრულება. მაგრამ გააქვეს თავი. საკმაოდ კარგი იყო, ბრავო. ბრავო. მოგესალმებით. ბავშვებო, მე ძალიან მომეწონა თქვენი ცეკვა. გემჩნევათ, რომ ეს უკვე იცით ჰიპ-ჰოპი თქვენ გაართვით თავი. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს. უფრო მეტი ემოციები მჭირდება ცეკვის დროს. ეს ისეთი ემოციური ცეკვა, უფრო მეტი მინდა მე. ჩემი როგორც ყოველთვის ჩაქვრა მიკროფონი. ყოჩახ ბავშვებო. ყოჩახ ბავშვებო, დიდი მადლობა ჟიურის წევრებს. ასეთი თბილი სიტყვებისათვის, კარგი დასაწყისისათვის. ეხლა იგი გადავინაცვლოთ ჟანასთან ისევ სპონსორის ოთახში. მადლობა ბავშვებო, შეგიძლიათ დაიშალოთ, ჟანა გისმენთ. არ ვიცი ჩემს კოლეგებს თითქოს უფრო ნაკლებად ემჩნევათ ნერვიულობა ნატას და შონზოს, მაგრამ ბავშვების მუხტია ძალიან გადამდები და ალბათ მეც ასეთი მღელვარების ფონზე გერთვებით სპონსორის ოთახიდან. შემდგომი მონაწილე, რომელიც მინდა სცენაზე მოვიხმო და ასევე მინდა მაყურებელს ვთხოვო ძალიან დიდი გულშემატკივრობა, მინიმუმ ტაშით მაინც, იმიტომ რომ ამას ტელემაყურებელი ვერ ახერხებს და დარწმუნებული ვარ ზარებით გამოხატავს თავის თანადგომას. შემდეგი მოცეკვავე გახლავთ ქალაქ გორის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია იმედის მოცეკვავე. აქვე დავძენ იმას, რომ მას არასოდეს არ ქონია შეხება ამ ჟანრის ცეკვებთან. ნანიკო საური, რომლის ინდივიდუალური ნომერიც გახლავთ 0903 710. ნანიკოს მინდა მივმართო. რამდენად ადვილი იყო თავი გაგერთვა ამ ცეკვისთვის, ხომ არ გაგიჭირდა ცეკვა? არც წეგამჭირდა. რამდენად ეხა ქართულ ცეკვებთან შედარებით ალბათ უფრო რთულია ამ ჟანრის ცეკვის ცეკვა. გავს რამეთ ერთმანეთს? ზოგი მოძრაობები. მოძრაობები გავს? ანუ შენ შეგიძლია ეხა დაგვარწმუნო, რომ ნამდვილად კარგად იცეკვებთ? ეხა ბავშვებმა კი იცეკვეს პირველი გახსნა საკმაოდ რთულია ხოლმე, მაგრამ არც მეორე არ არის ნაკლები. აბა ვნახოთ. წარმატებები მინდა უსურვო ნანიკოს და ნატასთან გადავდივარ სიტყვით. და ჩვენო ძვირფასო სტუმრებო და ტელემაყურებლებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ნანიკოს ამ ცეკვის მომზადებაში ეხმარებოდა გორის ჰიპ-ჰოპისა და თავისუფალი ცეკვის სტუდია +X, ქორეოგრაფი სვეტლანა ეგანიანი და აპლოდისმენტებით მოვიხმოთ ჩვენი ულამაზესი ნანიკოს სცენაზე. To play the role, I'll be your animal.
wants to sing along with me, but she won't sing this song if she reads all the lyrics. She'll pity the men I know. So you're a tough guy, like you're really rough guy. Just can't get enough guy, just always so puff guy. I'm that bad type, make your mama sad type, make your girlfriend mad type, might seduce your dad type. I'm the bad guy. Duh. I'm pretty glad that you're alone. You said she's scared of me? I mean, I don't see what she sees, but maybe it's 'cause I'm wearing your cologne. აპლოდისმენტები ნანიკო საური გახდათ ჩვენს წინაშე. ნანიკო, მოდი ჩვენთან. და ვთხოვთ ჟიურის, ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის შეაფასოს ჩვენი ნანიკო. ნანიკომ გაართვა თავი. ულოცავ მის პედაგოგს, რომ წარმატებით შეასრულა ნანიკომ ეს კომპოზიცია, დადგმული კარგი ჩანაფიქრი იყო და მე მგონი გაართვა თავი. დიდი მადლობა ნანიკო, კარგი გოხ. დიდი მადლობა. შემდეგ ჟიურის ბატონ ზაზა გთხოვთ. ნანიკო მოგილოცავ, არათუ ქართულ ცეკვებს ცეკვავში შესანიშნავად, ასევე დღევანდელ ციკლსაც გაართვი თავი და მე მინდა გითხრა, რომ გაქვს დიდი მომავალი, არ გაჩერდე და რაც შეიძლება უფრო მეტი იმუშავე შენს თავზე. დიდი მადლობა. It's really cool. I like your attitude. I like your face is always up. The only thing, I wanted you to come to the center because you're just you. But it was great. Really cool. Thank you. Thank you very much. ესე იგი, ცოტა ცენტრში იცეკვეო, მაგრამ მიღებულია ის შენიშნა. ნანიკო, როგორ გეტყობა, რომ ფანტასტიკური მასწავლებელი ყავს, მე არ ვიცი ვინ არის ის, მაგრამ მე ულოცავ მას, რომ შენ შესანიშნავი მოსწავლე ხარ. მომეწონე ძალიან. დიდი მადლობა, ბატონ დავითთან გადავინაცვლებთ. მე ვიტყოდი იმას, რომ აი ჟიურიმ რო თქვა, რომ შუაში უნდა იცეკვა, აუცილებლად ეგ უნდა იცოდე მოცეკვავემ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითონ ცეკვა ძალიან კარგი იყო. ვითვალისწინებ, რომ ორ კვირაში გაკეთებულია. ორი კვირა ჟღერს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს რამოდენიმე გაკვეთილშია გაკეთებული. და კიდევ ერთ ვიტყვი, ბავშვებს რაღაც დაძაბულობა ეტყობა და ხარდაჭერა ჭირდებათ. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავამხნევოთ. აბა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ნანიკოს. აი ესეთი მხურვალი ბავშვების თვითონ თავდაჯერება არა აქვს ცეკვის დროს, ამიტომაც აკლია შესრულება, მარტო ტანით არა, სახითაც უნდა შევასრულოთ ეს ცეკვა. თქვენ შეგიძლიათ ბავშვებო და ნუ გეშინიათ ნურაფრის. მიმიკა აუცილებელია, ნანიკო გაითვალისწინებს, დარწმუნებული ვარ, გთხოვთ გვანცა. გილოცავ, ძალიან მაგარი გოგო ხარ. ერთადერთი მინდა რომ გაითვალისწინო შემდეგი ტურებისთვის და ყველა მონაწილესთან მექნება თხოვნა. ცენტრში იცეკვეთ, რომ ყველა დატკბეს თქვენი ნაცეკვით. ძალიან მაგარი გოგო ხარ და კიდევ უფრო მეტი ემოცია მოგვაწოდეთ. გულშემატკივრებო, აბა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. კიდევ მხურვალე, აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ჩვენ ნანიკო და წარმატებებს გისურვებთ. ბატონ ლუკასაც თხოვთ. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან ბევრი შეგეძლია ხედა, მუსიკალური ხარ, ძალიან კარგად გესმის. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა გაქვს, რომ შეპაჯილი ხარ. ამისთვის საჭირო არის, რომ ერთმანეთი გაამხნევოთ მონაწილეებმა, ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში. აქ ვინც ხართ უკვე ყველა გამარჯვებულები ხართ. ასე რომ წარმატებები და მეტი თავისუფლება ჰიპ-ჰოპი მოითხოვს მამას. დიდი მადლობა ნანიკოს თავემშვიდობები. დიდი მადლობა. ნატა, ყველა წამყვანს უთხარით ცენტრზე იცეკვენ უკვე ეს იქნება კარგით. ხო, დიახ. თქვენ გაგისწორდეთ, ხო? თქვენ ხართ ჩვენი ცენტრი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს კომპეტენტურ ჟიურის და ეხლა მე მინდა შეგახსნათ, რომ ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, არ გადართოთ.